ომი პუტინმა დაიწყო. პუტინს არავინ აიძულებდა საქართველოში შეჭრას. ის შეიჭრა. პასუხისგებლობაც მას ეკისრება. იმის თქმა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც სამხრეთ ოსეთში მათი პროქსი ძალების მეშვეობით ქართულ სოფლებს შეუტიეს. ირაკლი კობახიძის განცხადებები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა გაამართლოს საკუთარ ქვეყანაში მტრის შეჭრა ოპოზიციასთან შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო. ასე აფასებს პრემიერ კობახიძის განცხადებებს დენ ფრიდი, რომელიც 2008 წლის ომის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. დენ ფრიდი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო და ზუსტად ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, მას იმპერიის აღდგენის სურვილი ამოძრავებდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ოპოზიციასთან შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას მისცეს საშუალება, იქამდე მიიყვანოს, რომ საკუთარ ქვეყანაში აგრესიული მტრული ძალის შეჭრა გაამართლოს. ეს აჩვენებს, რამდენად შეუძლია პოლიტიკურ მიკერძოებას რეალობის დამახინჯება. რუსეთი შეიჭრა საქართველოში, საქართველო რუსეთში არ შეჭრილა. წერტილი. იმის თქმა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც სამხრეთ ოსეთში მათი პროქსი ძალების მეშვეობით ქართულ სოფლებს შეუტიეს. სააკაშვილი რუსეთში არ შეჭრილა, მას რუსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს. შეგიძლიათ გააკრიტიკოთ მისი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში შესვლის შესახებ. მეც გამიკრიტიკებია, მაგრამ რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების არანაირი მიზეზი არ არსებობდა. გარდა იმპერიის აღდგენის სურვილისა, სწორედ ეს სურს პუტინს. სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას, რუსეთს იმპერიის აღდგენა სურს და მან საქართველოს წინააღმდეგ ომი იმპერიის აღსადგენად დაიწყო. მან უკრაინის წინააღმდეგაც ომი იმპერიის აღსადგენად დაიწყო. ამის გაგება რთული არ არის. ომი პუტინმა დაიწყო. პუტინს არავინ აიძულებდა საქართველოში შეჭრას. ის შეიჭრა. პასუხისგებლობაც მას ეკისრება. But Putin started the war. He didn't have to go in. He did. It's on him. ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები, როგორც ბუშის, ისე ობამას ადმინისტრაციიდან ამბობენ, რომ დასავლეთის მთავარი შეცდომა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობებში დაბრუნება და ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პოლიტიკა იყო. Absolutely. რა თქმა უნდა, სრულად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომის შემდეგ რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობებზე სწრაფად დაბრუნება ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან შეცდომა იყო. ომის შემდეგ საკითხი ობამამ გადაიბარა და მისი მიდგომა პუტინთან მკაცრი დაპირისპირება არ ყოფილა. მისი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა იყო. ვიხილეთ ჰილარი კლინტონის და ლავროვის წითელი ღილაკის სპექტაკლით. ასე დავიწყეთ რუსეთის მიმართ არა მკაცრი ზეწოლით, არამედ სხვა გზით მოქმედება. როდესაც ობამას ადმინისტრაციაში პენტაგონში თანამდებობა დავიკავებ, თქვი, პუტინს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ჩემი აზრით, საქართველოში რუსეთის შეჭრის გზავნილის გააზრებაში დიდი ჩავარდნა იყო. არსებობდა განცდა, რომ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა იყო და არაფრის გაკეთება არ შეეძლო. There was a feeling that Russia was a second-rate country. There was a feeling they couldn't do anything. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის ზრახვების შესახებ გაფრთხილება იყო, რაზეც დასავლეთის სუსტმა პასუხმა მოსკოვს საშუალება მისცა აგრესია გაეგრძელებინა. ეს არის შეფასებები, რაც აგვისტოს ომის 18 წლის თავზე ვაშინგტონში ისმის.